მოისმინე ჭკვიანური აზრი და გააკეთე აბსოლუტურად საპირისპირო. საძნააღმდეგო. 100% პირიქით. ზოგჯერ საპირისპირო იდეა უკეთესი იდეაა. აღდი ქეში აქვს ანგარიში, ანუ 384 მილიარდი დოლარი აქვს დაუსაქმებელი. შენ თუ გაინტერესებს კომპანიის ზრდა, შენ დიქტატორი არ უნდა იყო. შენ უნდა იყო ტიპი, რომელიც ამ ყვავილებს, აი ამ ფოთლებს, ხო, მისცემს გაზრდის და გაფუძნის საშუალებას. რა კრიტერიუმებზე დგას გამართლება, რაზე არ დგას. ამის დათვლა, როგორც სახაჭაპურეს ჭირდება, ისე ჭირდება იმ კომპანიის ანალიზი, სადაც შენ ფული უნდა ჩადო. ვირო დამთავრდება, ვერც მიხვდები, რომ შტორმი დამთავრდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, შენის ტიპი აღარ ახარ. რაც შტორმამდე იყო. ფრთოვანებული ყოფილი ვარ ძალიან ბევრჯერ გენიალური იდეებით და მე პაუზა გამიკეთებია და მიფიქრე, ეხა ეს რაზეც მე აღფრთოვანდი, როგორ არ გავაგებინო? სხვას. აი იმათ. გამარჯობა, მომდევნო ეპიზოდით დაგიბრუნდით Founders Club-ის. სანამ სტუმარს გაგაცნობთ, შეგახსენებთ ტრადიციულად, რომ პოდკასტის წარმოდგენია Live Support-ი, IT სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების პროვაიდერი კომპანია, რომელიც მყარ საფუძველს უქმნის თქვენს ბიზნესს შეუფერხებელი მუშაობისთვის, ხოლო სპონსორი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, უმსხვილესი აუდიტორული ქსელის More Global-ის წევრი კომპანია More ABC. ჯაბა დიხამინჯია დღეს ჩვენი სტუმარი. მოდი მე შესავალს არ გავაკეთებ, ჯაბა და პირდაპირ კითხავ, როგორ წარუდგენ საკუთარ თავს იმ ადამიანებს, ვინც არ გიცნობს, ან ნაკლებად გიცნობს და ნაკლები იცის შენს შესახებ. ვინ არის ჯაბა დიხამინჯია? კეთილი, მივესალმები თქვენს მსმენელებს. ჯაბა დიხამინჯია არის მანი მენეჯერი, აი მას ეძახიან იმ საქმიანობას, რასაც მე ვაკეთებ. მანი მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც ახორციელებს კაპიტალის პარკინგს, დაბანდებას, კი, ანუ აქციების შეძენას კომპანიის აქციებში. აი ეს არის მანი მენეჯერი, რომელიც უვლის აი ამ კაპიტალს, ხო, ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს ათავსებს კომპანიის აქციებში. და შესაბამისად მუშაობს შემდეგ მოგების გაუმუშავებას. ეგ არის ამოსავალი წერტილი და ეს საქმიანობა არის საქმიანობა, რომელსაც მე ვეწევი და მართავ ერთი hedge ფონდის სტრუქტურის მქონე კომპანიას და კიდევ მართავ რამოდენიმე კერძო ანგარიშს. კერძო პირების, კერძო ანგარიშებს. კერძო პირების, კერძო ანგარიში. რამდენი არის საერთო ჯამში შენს, ასე ვთქვათ, რამდენი ინდობილობაში თუ შეგიძლია გითხრა? ჯამურად დიდი ფონდი არ არის ახლა ეს ფაგუსი, ჯამურად სადღაც 9 მილიონს ცდება. ნუ მშვენიერია რა გითხრა. კი, მილიონი არ არის. მაგრამ არის ისეთი სტაბილურად მზარდი და ეს ძალიან מחარებს და ახარებს ასევე ჩემს ინვესტორებსაც. შედეგი ისეთი გვაქვს რა, ნორმალური. მშვენიერი. იცი რა მაინტერესებს, აი გაცნობითი ხასიათის კითხვებით დავიწყოთ თავიდან, რომ ცოტა შესავალი გავაკეთოთ. თუ შეგიძლია რომ მოკლედ მოგვიყვე, საერთოდ რატო გადაწყვიტე, როდის გადაწყვიტე ამ სფეროში, ამ სფეროთი რატო დაინტერესდი საერთოდ რა ზოგადად? რა იყო ამის მიზეზი? კეთილი, მე მუშაობდი მაქტიკომში. დაახლოებით 18 წლის წინ დავიწყე ეს საქმიანობა. ანუ 18 წლიანი გამოცდილება მაქვს. 18 წლიანი გამოცდილების მშენებლობა ესე დავარქვათ. პირველი წლები რა თქმა უნდა კატასტროფული მქონდა. მაგრამ იცი რა არის, მე ყოველთვის მაინტერესებდა გამეგო სხვადასხვა ბიზნეს მოდელი, ანუ როგორ მუშაობენ ბიზნესები, ეს კონკურენციაში როგორ იგებს ერთი ბიზნესი მეორესთან მიმართებაში, როგორ ართმევს ბაზრის სტილს, ეს ხო პროცესია. ეს არის რაღაც თითქოს 2 ან 3 ბიოლოგიური ორგანიზმი ებრძვის ერთმანეთს რაღაც რესურსებზე, ხო? რესურსი ამ შემთხვევაში გასაღების ბაზარია. აი რა თვისებები აქვს იმ სტაფს, რომელიც თქვათ ერთ ორგანიზმშია, რა თვისებები მეორეს და აი ეს თვისებები რითი განსხვავდება ერთმანეთისგან. ეხლა ეს კოპირება რო ავიღოთ და გადავიტანოთ ბიზნესზე, ზუსტად იგივეა, ხო? რა მაინდსეტით, ანუ რა ტვინწყობით მართავს ერთი მენეჯმენტი, რა ტვინწყობით მეორე მენეჯმენტი და აი ამ ტვინწყობებს შორის განსხვავება რო იძლევა შედეგს, ერთი იზრდება, მეორე ვერა. უამრავი მაგალითია ისტორიაში გამქრალა უამრავი ბიზნესი, ხო? აი ამას წინათ მაგალითად უსმენდი
Warren Buffett-ი მე მგონი სტენფორდის უნივერსიტეტში გამოდიოდა და სტუდენტებს ლექციას უკითხავს და აჩვენებს 1952 წლის გაზეთს. და ამ გაზეთის ყდაზე დატანილი არის დაახლოებით 13 კომპანიის ლოგო, რომელიც მაშინ ითვლებოდა blue chips კომპანიებად. ანუ კომპანიები, რომლებიც იყო ფლაგმანი კომპანიები, რომლებიც შეერთებული შტატების flagship კომპანიებს რასაც ეძახიან. დიდ დოულათს, ანუ ბიუჯეტის, GDP-ის დიდ დოულათს ეს კომპანიები აგენერებს. ახლა წარმოიდგინე, რამდენი ადამიანი დასაქმებული ხელფასი, მოკლედ ამ 14 კომპანიიდან აჩვენებს, რომ ეს კომპანიები ვერდროსო ჩვენს მომავალს ქმნიდნენ, იმ მომავალს, რომელიც დღეს ხა გვზივართო. დღეს არც ერთი არ არსებობს. ვაუ. ეგ რომელი წელია? 52 წლის გაზეთი მოუტანა ბავშვებს რა. ამით იმის თქმა უნდა, რომ გარანტირებული ის რომ დღეს აი Google-ი გვაქვს, Amazon-ი გვაქვს, რა გარანტირებული რომ ის რომ მომავალი 50 წლის განმავლობაში ეს კომპანიები ისევ ის კომპანიები იქნებიან, რაც არის, ამის გარანტია არ არსებობს. იმიტომ რომ გარემო მუდამ ცვალებადია, მუდამ იცვლება. ტექნოლოგიები ისეთ ნაპრალებს აჩენს და ისეთ შესაძლებლობებს აჩენს, რომ აგერ შეიძლება გამოვარდეს რაღაც სტარტაპი და Google-ს წაართვას ნახევარი ბიზნესი ხა. ანუ თემა ეგ არის, რომ მე ყოველთვის მაინტერესებდა აი ეს ტენდენციები და კი, ფინანსური სამყარო და უფრო აი ეს მართვის და მენეჯმენტის და პროდუქტი, აი ეს პროცესი. და ამიტომ დავიწყე ამის და გადაწყვეტე რომ ამ მიმართულებით ხო, წავსულიყავი და მე უკვე თანხაც დავიწყე, თანხის დაბანდებაც დავიწყე 18 წლის წინ. მოკლედ აი ესე იყო ეს ამბავი. თანხის პირველი ინვესტიცია სად რაში გააკეთე, სად გააკეთე? Starbucks. რადგან პირველი ინვესტიცია გავაკეთე თელიანი ველის აქციები ვიყიდე. ქართული კომპანია. ხო, 18 წლის წინ მაშინ ქართული კომპანიები საფონდო ბირჟაზე შეიძლება და გალტენ ტაგარტი არსებობდა, ერთადერთი ახალი გახსნილი იყო. მოკლედ ესე ორდერით ვერ ყიდულობდი, მეილი უნდა. ბევრი კომპანიას, ქართულ კომპანიას ხო IPO არა გაკეთებული რა და რამოდენიმე იყო, კი, საქართველოს ბანკს ჰქონდა აქციები, თელიანი ველს ჰქონდა, საქართველოს ბანკი, TBC ბანკი იქნებოდა ალბათ. TBC არ მახსოვს. აი რაღაც 7-8 კომპანია იყო, მეტი კი არა. ანუ ის კომპანია რომ და როგორ ყიდულობდი, იცი როგორ ვიყიდე, რომ გალტენ ტაგარტში ანუ ანგარიში გავხსენი, იქიდან ადამიანი ვინც მემსახურებოდა მეილი გაუგზავნე ეს კომპანია მიყიდე სავარაუდო ფასი დღეს რო შენ თვითონ შეავსებ ორდერს და აჭვები საბმის და ეგრევე ყიდულობ 3 წამში ეგრე არ იყო მეილით ყიდულობ ხო ნუ მაშინ მეილით იყო კომუნიკაცია 18 თეთრად ვიყიდე თელიანი ველის აქცია და გავყიდე ლარი და 1000 ფანტასტიკური მოგება დავაგენერირე და მაშინ აინთო ჩემს გონებაში რომ რაღაცების გაკეთება შეიძლება ხო მოგების აი ახსენე რომ კატასტროფული პირველი წლები იყო კატასტროფულიო და რატო იყო და ზოგადად მაინტერესებს მარცხებს როგორ უმკლავდებოდი როგორ უმკლავდები და აი რა არის ის ერთი ყველაზე დიდი მარცხი შენ ცხოვრებაში რამაც ბევრი რამ გასწავლა მაგის შემდეგ მარცხი არისო ერთი ბევრი იქნებოდა რა თქმა უნდა კი ბევრი პირველი 6 წელი, ალბათ 7 წელიც სულ მარცხში ვიყავი. მოკლედ. წაგებაში თუ სხვა მარცხებიც იყო წაგება? წაგება, ანუ საინვესტიციო მიმართულებით. მე როგორ ვქენი, იცით რომ მე დავიწყე პირდაპირ ცურვა. ადამიანმა, რომელმაც ცურვა საერთოდ არ იცოდა. საერთოდ შეიძლება ზღვაც არ ქონდა ნანახი. აი ეგეთი ტიპი მოვხდი პლაჟზე და ეგრევე შევედი, ანუ ჩავხდი წყალში. რეალურად ბოდიში რო გაწყვეტე, ეგრე უნდა გააკეთო რა. all-in უნდა გააკეთო. ხო და all-in იყო ის რომ ჩემი შემოსავალი მაქტიკომში კაი თანამდებობა მქონდა. ჩემი შემოსავლის დიდი წილი კი არა, თითქმის სულ მიმქონდა იქით რომ ინვესტირება გამეკეთებინა. ეხლა იცი რა, ჩვენ ციფრი რო გითხრა ძალიან გეწყინება. საერთო ჯამში რამდენი მაქვს ესე ვთქვათ, დაკარგული ქვია მაგას. გითხარია, თუ საიდუმლო არა. არ გინდა მაგის. კი, არ არის პატარა ციფრი, ხო. და მე გავჩერდი, იმიტომ რომ უბრალოდ აღარ მქონდა ფინანსური რესურსი, რომ ჩამედო იმაში და აი რომ გავჩერდი. ეს იყო 7 წელი, ანუ 7 წლის განმავლობაში წარმოიდგინე რამდენი ტრანში ინვესტირება გავაკეთე, ანუ ანგარიში. სხვადასხვა ამას ვაკეთებდი ამერიკულ კომპანიაში, ანუ აქედან გავხსენი ამერიკულ საბროკეროში ანგარიში და იქ ვახორციელებდი, ანუ გალტენ ტაგარტ შევეშვი, პირდაპირ წავედი Wall Street-ზე, აქედან ვყიდულობდი. მე გავჩერდი, იმიტომ რომ არ მქონდა რესურსი და აი რომ გავჩერდი.
მერე დავიწყე სწავლა. რეალური სწავლა დავიწყე მაშინ, როცა თანხის რესურსი აღარ მქონდა ჩასადები. ანუ რა გამოცდილებას მქონდა, ის გამოცდილება მქონდა და მერე დავიწყე ამაზე. მერე ჩაირთო უკვე გადარჩენის ინსტინქტი, ხო, ალბათ. ესე ვთქვა, ჩემში მორჩა ეს ემოციაზე დაფუძნებული რამდენი წავაგე უნდა ამოვიღო თორე აი ეს მორჩა და მერე დავიწყე ძებნა ისეთი ადამიანების ზოგადად ეგრე არის ხოლმე ჯერ არის რაღაც გლოვის პერიოდი და მერე უკვე პრაგმატული გააზრების პერიოდი იწყება. იცი რა არის სტრესი ახლა შეიძლება ვიდაოთ ამაზე მაგრამ სტრესი არის ის რომელიც ადამიანს გამოთლის რა აი კი ნამდვილად ეგრეა. ჰარუკისა აქვს მურაკამის მაგრამ ნათქვამი შენ ვერ გაიგებ შტორმი რა არის შტორმში რომ მოხვდები შენ შტორმი რომ დამთავრდება ვერც მიხვდები რომ შტორმი დამთავრდა მაგრამ ერთი რამ ცხადია შენის ტიპი აღარ ახარ რა შტორმამდე იყავი ხო და აქედან არის ის რომ კარგი მეზღვაური შტორმი ხდის და არა მომწურავი ინფორმაცია შტორმის შესახებ შეზლონგზე მე რამდენიც არ უნდა მოგიყვე ჩემი გამოცდილება 9 ბალიანი შტორმის რა არის შენ შეშფოთებული მიყურებ მაგრამ რო წაგიყვან და მოგახვედრებ იქ შენ ბევრი რამე იცი, იმიტომ რომ მოგიყვნენ შეზლონგზე, პლაჟზე, ხო? რა არის შტორმი, მაგრამ იქ აბსოლუტურად არ გავცოდნას, იმიტომ რომ იქ გამოცდილება სულ სხვა რამეა. ხო და ამის თქმა მინდა რომ ზოგჯერ შენი თავი უნდა ჩააგდო იმ მორევში, რა, რომელ მორევშიც შეცდომები კი არ უნდა მოისმინო, უნდა გამიზნულადაც, მე მგონი ზოგჯერ გამიზნულადაც ვაკეთებთ მაგას, რომ მე უფრო ძლიერი დავბრუნდეს. ზოგი შეცდომა არის ისეთი შეცდომა, რომელიც აი ხო არის ჭკვიანი სწავლობს შეცდომებს ხვის ხარჯზე რაღაც ეს ფრაზა. ოკეი, კაია ეს ფრაზა, მაგრამ ზოგი შეცდომა არის გემო უნდა, აი რა გემო აქვს, ეგ უნდა იგრძნო. უნდა იგრძნო სისხლის გემო ხო იცი? საჭიროა რომ იცოდე, იმიტომ რომ თუ სადმე შიგნით პრობლემა გაქვს, ეს გემო, ეს რკინის გემო მიგახვედრებს, რომ შენ რაღაც სიწყლდენა გაქვს, ან რაღაცა. ეს ზოგი შეცდომა უნდა დაუშვა ძალით. ხო და მე მგონია რომ ნებისმიერი ადამიანის გრანდიოზულობა, ხო, აი ეს აქედან მოდის შეცდომება, ანუ არ შემიძლიას მიღმა უნდა გახვიდე. ეს ჩემთვის გაუსაძლისიას მიღმა უნდა გახვიდე და აი იქიდან შემოგაქ მე ის. ხო, გარკვეულწილად ფსკერზე უნდა ჩახვიდე. კი, ყველა ვარიანტში უნდა. აი მე პარალელურად რაღაც პოდკასტებს მე ვამზადებ, მე წიგნებს ვკითხულობ ამ ანტრეპრენერებზე, ამ ბიზნესმენებზე, ამ ჭკვიან ადამიანებზე და მე ამ წიგნებს მოვკრიფავ ბრილიანტებს ამ წიგნებიდან და ამ ბრილიანტების შერწყმით ვამზადებ პოდკასტებს. ეს ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ისევ იქ მივდივარ, რა, რომ სულ მაინტერესებდა ბიზნესები როგორ გადარჩებოდნენ. ვინ იყვნენ ის ელმავალი ტიპები ბიზნესში, ვინც ამ ბიზნესებს ესე გაუკვალავში გადაყვანილ ბიზნესს გამოიყვანდნენ სამშვიდობოზე და ააყვავებდნენ, ხო? და ეს პიროვნებები არიან, ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არიან ადამიანები და შენ თუ გინდა რომ ისწავლო ამ ეს ბიზნესები როგორ გადარჩებიან, როგორ იბძვიან, მაშინ უნდა ისწავლო ის ადამიანები, ვინც ამ ბიზნესს აკეთებენ, ვინც ამ ბიზნესს ლესავენ, ვინც ამ ბიზნესს უკაკუნებენ, ხო და ეს ბინები არიან, ესენი არიან ის ანტრეპრენერები, ვინც ეს ბიზნესებში მე ამ ანტრეპრენერების კითხვით ძალიან ბევრი ბიზნეს მოდელი ვისწავლე ისინი ანუ ეს ძალიან ბევრ რამეს გასწავლის და მე ამ პოდკასტებს ამიტომ ვაკეთებ სწორედ, რომ ადამიანები ამას რომ მოусმენენ, აი მე რო კითხო მაგალითად რაღაც ბიზნესი გინდა გააკეთო, ხო, თქვათ, არ ვიცი, რომელიღაც ნიშაში გინდა შეხვიდე, ხო და ეძებ ჭკვიან ადამიანებს, რომ კითხო, რომ აბა ეს ამართლებს, ეს არ ამართლებს, ვინ გინდა ყველაზე მაგარი მასწავლებელი აიღე ფლაგმანი კომპანია, რომელიც იმ ნიშაში სერიოზული კომპანია და წაიკითხე იმის დამფუძნებლის, არა CEO-ს დაქირავებულის, არამედ ის ვინ შექმნა ის ბიზნესი, იმის ავტობიოგრაფია. კი, ავტობიოგრაფიები არის საუკეთესო საშუალება, ხო, საუკეთესო საშუალება საკუთარი თავის სულ ეგ მაგათ რაღაცებს და ეხლა რომ დაუბრუნდე ჩვენ საუბარს, ხო? მე აი 7 წლის მერე სწორედ ესეთი ტიპების ძებნა დავიწყე, ვინც ამ თემაში იყვნენ ძალიან ესეთი გამბრძმედილები, გაწაფულები და ვინ აღმოაჩინა? შენ მე გადავხედე შენს პოდკასტს და ერთ-ერთი ეპიზოდი იყო როლ მოდელები და მათი მნიშვნელობა და მათი საჭიროება. ეს კითხვა ცოტა მერე მქონდა, მაგრამ რადგან მივედით, მაგრამ აქვე გკითხავ, აი ვინ იყო შენთვის, ვინც აღმოაჩინა, აი ყველა უბრალოდ ვინ იყო არა, ვინ არიან, აი ხო ვისაუბრეთ რომ ვიღაცა ანტრეპრენიორები და ასე შემდეგ. აი გამორჩეულები ვინ არიან შენი როლ მოდელები და ზოგადად რატო არის საჭირო როლ მოდელი? ჩემი როლ მოდელი არის მაგალითად ჩარლი მუნგერი. პირველ რიგში ალბათ ამას დავასახელებ. უორენ ბაფეტი.
უორენ ბაფეტი გურუდ მიიჩნევა საინვესტიციო დამყარებას. ჩემი გუმირია, ბევრი რამე ვისწავლე. ისე ბევრი უყურებს მის კაპიტალს. მე მისი კაპიტალი საერთოდ არ მაინტერესებს, მე მისი ბრწყინვალე გონება მაინტერესებს, მისი შედარებები, მისი აი და მის საინვესტიციო სულებს არ მიყვები ხოლმე, არ აკვირდები? არა, იმიტომ რომ მისი საინვესტიციო პორტფელი, ანუ იმხელა კომპანიაა, მისი კომპანია, რომ მოკლედ იმხელა თვითფრინავია, რომ ყველა ასაფრენ ბირიგზე ვერ დაждდება ეგ. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინე ხა გუშინ ვნახე დღეს რეკორდული აკუმულირებული ქეში აქვს, ნაღდი ქეში აქვს ანგარიშზე. ანუ 384 მილიარდი დოლარი აქვს დაუსაქმებელი. ანუ ხო აქვს უამრავი კომპანია ნაყედი, Coca-Cola, ასე არცად არ აქვს დაბანდებული პროცენტს არ იღებს ხო ამ ფულში? უყურე, არა, ეს კომპანიები დივიდენდებს ხო უხდიან? Apple უხდის მაგალითად წელიწადში დივიდენდის სახით სადღაც 190 მილიონს. ეხლა წარმოიდგინე, ესენი დივიდენდებს ხო იხდიან, ეს ფული ხო აქ გროვდება. მე ეს Warren Buffett დგება ამ ფულს აიღებს და კიდე სხვაგან აბანდებს. 384 მილიარდი აქვს დასაბანდებელი. და ეხლა წარმოიდგინე, აგერ არის კომპანია, რაღაცა რომელიც მარკეტ კაპიტალიზაცია არის 5 მილიარდი დოლარი. 5 მილიარდ დოლარად ამ კომპანიას ფლიანად იყიდი. ამ 380 მილიარდიდან 5 მილიარდი რო აქ ჩადოს და 5 მილიარდი რო გაიზარდოს 15%-ით ვთქვათ, ხო? აი 380 მილიარდს რას უზავს? არ ვიტყოდით უარს. ხო, მაგრამ ეს ვერ, იცი ამისთვის ეს ინვესტორებს ეს იმ 390 მილიარდს ვერ აწევს. ეს Warren Buffett აკეთებს წელიწადში აქ 19%-იანი ამონაგები. ანუ მისი კომპანია ყოველ წელს იზრდება 19%. წარმოიდგინე რომ ის კომპანიები რაც დაბანდებულია კაპიტალი და ეს 380 მილიარდი ჯამში რაც არის, ამის 19%-ის აწევაზეა საუბარი. და ამ 19 ამ ხელა მახინის აწევა 5 მილიარდიანი კომპანიის 15%-ით გაზდის, უბრალოდ არ უღირს ამაში ფულის ჩადება. და მის პორტფელს იმიტომ არ უყურებ, რომ მისი სელექცია, ანუ მისი კალათა, საიდანაც ის არჩევს, სად გააკეთოს ინვესტირება, ხო? ძალიან პატარაა, შეზღუდულია. მისგან სადაც შეგიწევს ცურვა, ხო? ხო, ანუ ბრილიანტი პატარა წყალში ვერ შედის. იმხელა მახინაა, რომ პატარა წყალში ვერ შედის. თუმცა რაღაც ინსაიტების ამოღება მაინც შეგიძლია ალბათ რა, დაკვირვებით ვინ რას სულას აკეთებს. როგორ არ შემიძლია, ეხლა კი, შეიძლება, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ჩვენ წამოვედით, რომ როლ მოდელი ეგ არის, როლ მოდელი ეგ არის ცალსახად. არის როლ მოდელი ჰოვარდ მარქსი. გენიალური ტვინის პატრონია, ესეც ინვესტორია. როლ მოდელი არის ბეზოსი. როგორ ფიქრობ, რატომ არის საჭირო როლ მოდელის სკოლა ზოგადად მოკლედ რო ვთქვათ ესეც? როლ მოდელის სკოლა საჭირო არის იმიტომ, რომ აი უყურე საბოლოო ჯამში შენ ნელ-ნელა ხდები ის ვისთანაც ხარ, სადაც ასოციაციას, რასაც ფიქრობ, როგორც აზროვნებ. ეს როლ მოდელები რო ყავს არჩეული და მათგან ბევრ რამეს კითხულობ, ჩართული ხარ, ხო? შენ ავტომატურად იწყებ მსგავსად ფიქრს. გეხმარება რომ რაღაც საუკეთესო წამოიღო ყველასთან, ხო? და როდესაც შენ მსგავსად ფიქრს იწყებ, შენ ნელ-ნელა ხდები ის, ანუ ეგეთი. ანუ იმის ის ნაწილი, რომელიც გინდა რომ იყო. კი, ხო და როლ მოდელის მნიშვნელობა ეგ აქვს, აი ძალიან კარგია. სპორტსმენ ბავშვებს რატო ყავთ როლ მოდელი სპორტსმენები? იმიტომ რომ უნდათ რომ და ძალიან მნიშვნელოვანია შენ community ინტერნეტმა მოიტანა შესაძლებლობა იმისი, რომ ესეთი გენიალური ადამიანები შეიძლება მენტალურად ახლოს ყავდეს, ფიზიკურად თუ არ გეყოლება ახლოს, ეხლა მე Warren Buffett-ი არ მინახია 1000 კილომეტრის მანძილზეც კი, ანუ ისი ახლოს არ ყოფილი ვარ, მაგრამ მე ძალიან ახლოს ვარ მასთან მენტალურად, ანუ იმდენი რამე მაქვს წაკითხული. წარმოიდგინე, რომ ყველა მისი კვარტალური რეპორტი წაკითხული მაქვს, რომელიც გამოდის 47 წლიდან. 47 წლიდან დღევანდელი რამდენი წელია და რამდენი კვარტალია. თითო რეპორტი არის სადღაც 30-35 გვერდიანი. ყველა მაქვს აკითხული არაერთხელ. და რამოდენიმე არის მაქვს ფავორიტები, რომლებიც მაქვს აკითხული 5-ჯერ ან 6-ჯერ. ხო და ეს როლ მოდელია. როლ მოდელია პიტერ თილი. ეს PayPal-ის ილონ მასკთან ერთად PayPal-ის გენიალური გონების პატრონია. როლ მოდელია ბეზოსი. ბევრი როლ მოდელი. ხო და აი ილონ მასკი არა? ილონ მასკი მოდელი როგორ არა? ილონ მასკი როგორ არ შეიძლება იყოს მოდელი. მაგრამ ილონ მასკი უფრო ავანგარდი ჩემთვის, მაგრამ გენიალურია. აი ძალიან კარგი მიგნებები აქვს, მაგარი მიგნებები აქვს.
აი ეს აზრი აქვს როლ მოდელის ყოლას. მე ვუსურვებდი ბავშვებს სულ ვცდილობ ხოლმე რომ თუ შევხვდები რა ვისწავლო ჯერ არჩი ეს სწორი როლ მოდელი. და მე იმათი ხახუნით სტივ ჯობსი ყვება ერთხელ პატარა ბავშვი რო ვიყავიო მეზობელი ყავდაო ყველას ეშინოდაო მისიო რა და ერთხელო შემოვიდაო ჩემ გარაჟიო მამამისის გარაჟში სტივი პატარაობი და რაღაცებს აწყობდა სულ მამამისმა ასწავლა რაღაცები და შემოვიდაო და მიყურე ესე მიყურებსო და წამოდიო რაღაცას განახებო და ყველას გვეშინოდაო და მაგრამ გავყევიო შემიყვანა გარაჟიო რაღაც მრგვალი ის არისო რა ხო იცი ბეტონის საზელივით რო ტრიალებს და ამაში ჩაყარა ოთხკუთხედი ქვებიო და რაღაც სითხე ჩაასხაო და ჩართო და ხვალ მოდიო წამოვედიო დილით მივედიო უკაკუნეფო ეგრევე მაინტერესებს რა ხდება და მე ხო მახსოვსო რა ქვები ჩაყარაო ამოიღო იდეალურად მრგვალი ქვებიო აი იდეალურად მრგვალი ყველა ქვა მრგვალი იყო და ეს მაშინ მივხვდიო რომ აი როლ მოდელი აი ამას გიშვება სწორი როლ მოდელთან ურთიერთობა რო გიზის აი ესე გამოგაშალაში აი ესე იდეალურ გონებას ხო ალბათ მენტორიც მაგითო არის იგივეა ხო ეგ არის იცი რა მაინტერესებს აი რა არის მიუხედავად იმისა რომ უკვე ბევრი გამოცდილება გაქვს დაგროვილი იმასთან შედარებით აი ხო როცა დავიწყე რომ ამბობდი რა არის კითხვა ის ერთი კითხვა შეიძლება რამდენიმე კითხვაც გაქვს რომელზეც პასუხს აი დღემდე ეძებ ცხოვრებაში თუ აი იმ თუნდაც ბიზნესებში რომლებსაც ბიზნეს სისტემებში რომლებსაც შენ აკვირდები ესე კითხვა რაღაც პასუხი კითხვაზე ესეთი არა ანუ პასუხი რა პასუხი ხო აი რამე კითხვა თუ გაქვს რომელზე პასუხსაც ეძებ რა ხო და არა მაქვს ეგეთი ყველა კითხვაზე პასუხი გაქვს რაც გაინტერესებს ვიცი რა არის პასუხი შეიძლება იყოს არა დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ამ დროს დამაკმაყოფილებელი. პასუხი არ შეიძლება იყოს 100%-იანი ამომწვევის მიდგომითი საკითხია. იქ ანუ ინვესტირება არ არის 2-ს მივუმატოთ 2 უდრის 4-ს. ინვესტირება არის 2-ს მივუმატოთ 2 უდრის 5 - 1-ს და 5 - 1 ჩემთვის პასუხია. ეს არ არის ზუსტი პასუხი პრინციპში ყველა შემთხვევაში გვაქვს ალბათ ხო არა გაქვს და აი ზუსტი არის პასუხი ეს მიდგომითი საკითხია რა როგორ უდგები შენ და ის -1 ძალიან მნიშვნელოვანი ის არის ემოცია ის არის შენი მენტალური აი რა ხდება იმ დროს ეს -1-ის დროს როცა მარკეტი განიცდის ვარდნას რამდენად შეგირყევს ეს შენს მგონიას რამდენად გადაგაგდებს ემოციაზე თუ გადაგაგდო ამ -1-მა შენ განწირული ხარ რამდენად მყარად ხარ აი ამ და აი შენ როგორ აი როცა ის არის რა ვოლატილური მარკეტი ვოლატილური კრიზისული მდგომარეობა როცა არის როგორც წესი პანიკაში არის ხალხი ხოლმე რა ვისაც ინვესტიციები აქვს და ბევრი იწყებს გაყიდვას და ეგეც ნაწილი არის საერთო ციკლის ხო და ზოგადად ბაზარი ციკლური არის ეს უნდა გავიაზროთ ხო ჯერ არის ჩავარდნები მე შენ რას აკეთებ ხოლმე აი ასეთ მდგომარეობებში მე მაგდროს დავიწყე ინვესტირება ანუ მე რო დავიწყე ინვესტირება იყო 2007 წლის ბოლო. ანუ 2008 წლის კრიზისი გადავიტანე ჩემს ფინანსურ შესაძლებლობებზე. აბსოლუტურად გამოუსწორდა. წარმოიდგინე ზღვა რო გითხარი წეგან ჩავხვდი საბანაოდ ხომ ეს ზღვა იყო 9 ბალიანი შტორმით. 2008 წელს 7-ის ბოლოს 8 წელს ანუ ის კრიზისი რომ მოხდა ფინანსური კრიზისი გადამიარა როგორც მოძრავი მატარებლის წინა მივდიოდი საპირისპირო მიმართულებით. დამეჯახა ხო ხვდები რა მიქნა. ანუ გამასწორა მთლიანად და მის მერე ესეთი კრიზისი არ მქონია, არ ყოფილა, მე მომსწრე არ ყოფილვარ, მაგრამ იყო ესეთი 2020 წლის, 19 წლის ეს კოვიდის პერიოდი. კოვიდის პერიოდი შედარებით დაიკლო რა თქმა უნდა, ჩემმა კაპიტალმა შედარებით იოლად გადავიტანე, იმიტომ რომ იქ უკვე ვიცოდი ჰეჯირება, როგორ დამეზღვია ოპციონებში, ანუ ოპციონები. გამოცდილებაც მეტი გქონდა. ბევრი ძა რა თქმა უნდა, 2020-ში უკვე ფონდს მართავდი. ანუ მაგ პერიოდში რა და გადავიარიზე, რა თქმა უნდა დაიკლო, მაგრამ შიში და ემოციაზე დაფუძნებული ქმედებები არ მქონია. რომ გავიარეთ ეს პროცესი აღდგენა მოხდა ძალიან სწრაფად. ხო, ნუ ალბათ კარგი ინვესტორი, კარგი სტოიკოსიც უნდა იყოს ალბათ, ხო? იმიტომ რომ ემოციებთან გამკლავება უნდა იცოდეს კარგად. გამკლავება რა მართვა უნდა იცოდეს კარგად. უმნიშვნელოვანესია. ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მანდ ცოდნას აქვს 20%
80% დანარჩენია ეს ემოციების მართვა. ემოციების და აი მენტალური ფიქრი, როგორ ფიქრობ, როგორია შენი ფიქრის არქიტექტურა, აი როგორ აზროვნებ, რამდენად ხარ დარწმუნებული. აი ეს მნიშვნელობა, თორე ცოდნა, იცი რა, ბევრი უყურებს, რომ აი Excel-ის ფაილში მაქვს მოდელი და იქ რომ მე კომპანიას ტიკერს ჩავწერ, ავტომატურად მithulis ყველაფერს. ინვესტირებას, რომელსაც Excel-ი ჭირდება, ის ავტომატურად უნდა გადადო გვერდზე. ინვესტირება არის მე რო შენ ხა story მოგიყვე კომპანიის შესახებ. და შემდეგ ამ დასკვნის გამოტანა, და აი შენ რო აგანთებ, ვაუ, რა მაგარი ბიზნეს მოდელი, რა მაგარია. აბა ერთი ციფრები მანახე. აი მერე მოდის ციფრების ამბავი. ოკეი, ესე იგი ჯერ იდეა უნდა მოგეწონოს, სადაც, ნუ პრინციპში ხო, ეგრე არის, მეც ინვესტირებაზე როცა მოკვლევას ვაკეთებდი, იმ სექტორებში უნდა გააკეთო იმ კომპანიებში ინვესტიცია, რომელიც ახლოს არის შენთან, შენ ღირებულებთან, რომელიც გაინტერესებს რა. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ენერგეტიკა იყო. აი ვარა storytelling-ია. ინვესტირება არის storytelling-ი. აი რატო ყიდულობ ამას და აი ბიჭო, აი ამიტომ. ვა, მაგარი. აბა ეხა ციფრები. თუ რეალურად ინვესტორი ხარ და თუ უბრალოდ შენ რაღაც ფულის დაბანდება გინდა, მაშინ სხვა ადამიანს უნდა ანდო. კი, ცოდნე უნდა აიყვანო ვიღაცა და უნდა გააკეთო. ბევრს გონია რომ აბა მარჟები ვნახოთ, ციფრები შევადარო. ციფრებში არ ჩანს ის რაღაც. აი ემოციების მართვა ვახსენეთ და ემოციების მართვას რადგან ვახსენეთ, უნდა ვახსენოთ ისიც რომ ბევრს გონია გემბლინგი ინვესტირება. ნუ ტრეიდინგი უფრო მეტად ვიდრე ინვესტირება. და ტრეიდინგი რაღაცით მართლაც წააგავს ალბათ გემბლინგს, მაგრამ რატომ არ არის გემბლინგი ინვესტირება? აი ეს მითი თუ არსებობს ასე თუ ვინმეს აქ რო გავაკარწყლოთ. ინვესტირება ეს არის წარმოიდგინე რომ აი ეს იგივე ბიზნესია. ანუ საქმე. აი ინვესტირება არის დაახლოებით იგივე, რომ ფული გაქვს და გინდა ლუბლიანაზე გახსნა სახაჭაპური. ეგ არის ინვესტირება. იგივეა, ხო? ანუ ის სახაჭაპური გემბლინგ, თუ ინვესტირება გემბლინგია, მაშინ სახაჭაპურის გახსნაც გემბლინგია. იცი რა, გაამართლებს, არ გაამართლებს, მოიგებს რა კრიტერიუმებზე დგას გამართლება, რაზე არ დგას. ამის დათვლა, როგორც სახაჭაპურეს ჭირდება, ისე ჭირდება იმ კომპანიის ანალიზი, სადაც შენ ფული უნდა ჩადო. შენ წარმოიდგინე ინვესტირების დროს ყიდულობ კომპანიის წილს. აი 12 ნაჭრიანი ხაჭაპურიდან ყიდულობ 2 ნაჭერს. აი ეგ არის ინვესტირება, ეგ არის, მაგრამ შენ თუ ამას უდგები რომ დღეს იყიდე ხვალ გაყიდე, ეგ არ არის ინვესტირება. ხო, განსხვავება ეგ არის, რომ შენ ყიდულობ წილს, ანუ shareholder-ი ხარ. შეიძლება 0.00001%-ის წილის ფლობელი ხარ, მაგრამ წილის ფლობელი ხარ. 10 აქცია გაქვს თუ 100 აქცია გაქვს, შენ იმ კომპანიიდან დივიდენდი გერგება. დივიდენდი ნიშნავს ის კომპანია რომ მოგებას დააგენერირებს და იქიდან დივიდენდის პოლისი აქვს რაღაც ვთქვათ $10 დააგენერირე ერთ აქციაზე მოგება. აქედან აქ $1 დივიდენდი, ხო? ეს დივიდენდი შენ გერგება, იმიტომ რომ მეწილე ხარ, shareholder-ი ხარ და ეს როგორ შეიძლება იყოს გემბლინგი? მაშინ გემბლერი ყოფილა ყველა ბიზნესმენი, ვისაც ბიზნესი აქვს. იმიტომ რომ იმ ტიპებს ხო ბიზნესმენი ნებისმიერი რო აიღო, ავი გინდა Coca-Cola-ს შეფია, გინდა TBC ბანკის შეფია. დავარქვათ მანდაც ალბათ სწორად ყველაფერს ჭირდება სწორი სცენარების გათვლა, ხო? სწორი პროგნოზების გაკეთება, სწორი სტრატეგიის გეგმის დასახვა, რის შემდეგაც იკლებს უკვე აი ამ წარუმატებლობის მოკლებადიან გარიგებებზე იძახი? გემბლინგზე. ზოგადად არა, გემბლინგზე ვიძახი რომ აი გემბლინგის ნაწილი, წილი იკლებს იმ შემთხვევაში ნებისმიერ საქმეში, როდესაც უკვე მიზანი პროცესზე გადასული ხარ, მიზანი იცი და იცი რატო ყიდულობ. და არ ყიდულობ ალბათობიდან გამომდინარე. ალბათობა თუ არ გინდა, მაგრამ ბავშვი. ალბათობა მეტია უკვე რომ ეს იყოს რაღაც. უკვე გემბლინგს ემსგავსება რა. კი, თუ ნაკლები არის ალბათობა იმის რა ქვია წარმატების მერე გემბლინგი. მე იცი ისი თქმა მინდა, აი მაგალითად ვინ ავიღოთ, აი ჯეფ ბეზოსი რო აიღო. და აი შეიძლება Facebook-ში წერენ ხოლმე რომ გუშინ ილონ მასკმა 45 მილიარდი დაკარგა, იმიტომ რომ აქცია დაეცა. როგორ ნერვიულობს შენ ილონ მასკი მაგაზე? საერთოდ არ აინტერესებს ეგ. და ნიუსებს თუ აკვირდები ხოლმე, და უნდა დავაკვირდეთ თუ არა ნიუსებს ინვესტირებისას. ნიუს გააჩნია, მე არ უსმენ ტელევიზორს, არ უყურებ ანალიტიკოსები, საერთოდ არ მაინტერესებს. მე მაქვს ჩემი ფილტრი, ნიუსი მაინტერესებს იმ დონის, რაც მეტყვის კომპანიაზე რაღაც სიახლეს. აი მაგალითად კომპანიამ გამოაცხადა
share buyback, ანუ აქციების შესყიდვის პროგრამა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუსია. ეს არ არის ანალიტიკოსის მიერ გაზღერებული. ესე იგი ყვითელ ნიუსებს არ აკვირდები და გამორიცხულია ყვითელი ნიუსი, არა ვითარდება. ნუ რეალურად ეგ fast food-ივით არის, არანაირი ღირებულებას არ იქნება. დღეს 45 მილიონი შეიძლება დაიკლოს, ხვალ შეიძლება აიწიოს 100 მილიონი. დღეს დაიკლო 45 მილიონი, ცოტა დიაპაზონს რო გაზდი, ბოლო წელიწადში მოიმატა 340 მილიარდით და დღეს თუ დაიკლოს 45-ით რა მერე. ხო, ნუ ეგ ჩაწერამდე რაზეც ვლაპარაკობდით, რომ რაზე არის გათვლილი ეს რაღაც. ნუ ემოცია, საერთოდ მედია ხო ემოციაზეა. მედიაში ცუდი ნიუსი უფრო მაგრა იყიდება. ცუდი ნიუსი იყიდება, თუ იყიდება. ხო. ვიდრე კარგი ნიუსი. აი რა უნდა ვიცოდეთ ფულზე, სანამ მის დაგროვებას დავიწყებთ და აი ამ პროცესში სად უშვებთ შენი აზრით ყველაზე დიდ შეცდომას? ჩვენ იცი რა არის? დიდ შეცდომას უშვებთ, რომ ამას არ ვასწავლით სკოლაში. ესე ყველაფერს ვასწავლით სკოლაში, ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ხო? მე მგონი ამას გამიზნულად არ გვასწავლიან სკოლაში. არა, ეგ მე მგონი არის აი ყურე ჩვენ ყველაფერს ვასწავლით მოზარდს, ხო? ფეხბურთზე არ იაროს, ფეხები უშნო იქნება, კალათბურთზე იაროს, მაღალი იქნება, ცურვაზე იაროს, ხარბეჭიანი, ცეკვაზე იაროს, ფიჭი. ყველაფერს ვასწავლით, მე კარგი ინსტიტუტში ჩააბაროს და ბოლოს კარგი სამსახური. ამდენს თუ ული ამ ბავშვს და კიდე სამსახური და პირდაპირ ვასწავლო სამსახური მგონია არის ჩვენი თანამედროვეობის ყველაზე დიდი სკამი. ხო, კი. სკამი ქართულად როგორ არის? ასწავლე, სკამი არის დასკამვა, ხო? დასკამვა. ასწავლე ფული, ასწავლე ინვესტირება, ასწავლე დოლა, ღირებულებასა და ფასს შორის განსხვავება, ასწავლე ისეთი ინვესტირება, რომელსაც აქეთ შემოაკიდე შემოსავალი. ამას ხო ეს დანარჩენი მათემატიკა, ფიზიკა, ყველაფერი გამოიყენე ამეების კარგად დასათვლელად და შენ ყავს მოზარდი, რომელსაც კარგად ესმის ფული რა არის. ყველაფერს ვასწავლით ფულის გარეშე. მე მგონი ეს იცი ბრალია, რომ იცი აი ჩვენ არ გვაქვს ქართველებს მაგალითად როგორი სიტყვა იცი აი ამერიკელებს აქვთ ანუ დასავლეთში არსებობს ეგეთი სიტყვა rich ხო და wealthy wealthy ძალიან კაი სიტყვა არის ანუ rich არის მდიდარი და wealthy არის ჩვენი wealth-ის ქართული შესატყვისი ჩვენ არ აგვაქვს ჩვენთვის მდიდარია ორივე ვისაც ბევრი ფული აქვს და wealthy ალბათ შეძლებულია მდიდარი იქ wealthy ნიშნავს ზუსტად მაგას აი ზედმორგებულია რომ ტიპს აქვს ქონება ფული არა ქონებაც აქვს და თან სულიერი ეს იმდიდრეც აქვს და ხო ფული არა ფული იმდენად არა შეიძლება არ ქონდეს ტიპს აქვს ქონება რომელიც მასზე მუშაობს ანუ ეგ არის wealthy must-ი და rich must-ი არის ვისაც ბანკის ანგარიში აქვს 380 მილიარდი და არანაირი ქონება ჩვენ გვაქვს მარტო მდიდარი ხო და ეს საიდან მოდის იცი რომ ეგ მაკედან მოდის რომ კაპიტალისტური ანუ საინვესტიციო მიმართულებით ჩვენი ისტორიის მანძილზე ჩვენ არ ყოფილვართ ეს ინვესტორი მაინდსეტი არ გქონია არასოდეს ის რომ ბიზნესის წილი იყიდო აი ეს არ იყო და ამიტომ ენაც მორგებულია ისეთნაირად რომელიც ამას ავტომატურად არის ძალიან ბევრი რამე არა გვაქვს ისეთი რამის აღმონიშნელი რომელიც აი ამ ამ გაყოფას კაფიოს აკეთებს ხო ბოლოს აგერ კომუნიზმი კიდე გამოვედით 35-40 წლის წინ 40 წელი ისტორიისთვის არაფერი არ არის კომუნიზმი საერთოდ ხო რა გვიქნა ხო და საერთოდ გამორიცხავს ეგეთ რაღაცას რას ნიშნავს კერძო საკუთრება რას ნიშნავს წილი რას ნიშნავს და მე ალბათ მაგის შედეგიც არის რომ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდით და რაღაც შუალედი ვერ მოიძებნა არა ეგ საერთოდ ეგრეა რომ ერთ სიბრტყეზე რომ მოდიხარ და ნაპრალი არის ეს ნაპრალი ესეთი რადიკალური ნაპრალი არ არის ხომე ძალიან პატარა ეს ნაპრალი ძალიან რამოდენიმე თაობა ჭირდება ჩასვლას და მერე რამოდენიმე თაობა ამოსვლას ახალ სიბრტყეზე გადასასვლელად ეს ცვლილება არ არის მარტივი ცვლილება მოდი შენს წიგნზე მოკლედ შევეხოთ მენტალური შაბლონები ქვია შენს წიგნს მენტალური შაბლონები რატომ დაარქვი და ზოგადად რა არის მენტალური შაბლონები როგორ განგვიმარტავ ამას მოკლედ თუ შეგიძლია მოკლედ მენტალური შაბლონი ნიშნავს ანუ ამ წიგნში იდეა არის ეგ რომ ადამიანი რომელიც აღჭურვილია ხოლო ჩაკუჩით ხო ნებისმიერი პრობლემას უყურებს როგორც ლურსმანს მაგრამ ზოგჯერ პრობლემა არის არა ლურსმანი არამედ
ჭანჭიკია, რომელსაც სულ არ ჭირდება ჩაქუჩი და ჭირდება სახრახნისი. ანუ უამრავი გარემოებაა, რომელი იარაღით შენ არ გიჭირავს ხელში და ყველაფერს თუ აჭედებ, შენ ძალიან ბევრს წააგებ. ანუ ამ შემთხვევაში ჩაქუჩი არის შაბლონი. შენ რამდენი იარაღიც გაქვს, იმდენ პრობლემას უკეთ უმკლავდები და ახლა ამ მაგალითს თუ გადმოვიტანთ ჩემ წიგზე, ამ წიგში მოყვანილი არის 31 შაბლონი, ანუ 31 იარაღი, რომლის ცოდნა და კარგი გააზრება აი მაგალითად ერთი თუ შეგიძლია მოგვიყვანო მაგალითად დაგვისახელო. ავტორიტეტის გავლენა. აი ავტორიტეტი არის მაგალითად სიტუაცია, რომ მოზარდი მოდის და იდეა მაქვს. რა იდეა გაქვს? აი ეს ეგ არ გამოვა. რატო არ გამოვა? იმიტომ რომ არ გამოვა. ეს ავტორიტეტური ფიგურა ეუნება მოზარდს არ გამოვა. ანუ ის ენდობა ამას გამოცდილებას, ენდობა ამის ყველაფერს როგორ ბოლოს და ბოლოს შემზე დიდი არ და მასში ამ ენთუზიაზმს ეს კლავს. და თემა არის ის, რომ ამან არ იცის ეს გამოვა თუ არა. ეს შეიძლება ამას არ გამოუვიდა, მაგრამ ადგება ის და ის გააკეთებს და ჩვენ ესე ვითარდებით, ხო? ანუ არ გამოვა იცი რა არის? ესე იგი მენტალური შაბლონი შეიძლება იყოს კარგიც და შეიძლება იყოს ცუდიც, ხო? თუ მენტალური შაბლონზე გავწყვიტე საუბარი, ანუ ეს მენტალური შაბლონები არის. არა, მენტალური შაბლონი შეიძლება კარგი და ცუდი კი არის, შენ თუ იცი ეს, ხო? შენ აქ ლავირებ კარგად. და ეს მენტალური შაბლონები გეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. აი აი მაგალითად ავტორიტეტის გავლენა არის ის, რომ ძალიან ერთი კვლევა ჩაატარეს და ამ კვლევაში აი სხვა მაგალითს აი მაგალითად როცა ასამართლებდნენ ნაცისტურ რეჟიმს, ნიურნბერგის პროცესი, ხო? იქ იყო ერთი მეცნიერი ფსიქოლოგი, რომელსაც გვარი იყო აიხმანზე ვსაუბრობ, ხო? აიხმანს, ანუ ექიმი აიხმანი აკეთებდა ისეთ ცდებს ამ კონცლაგერის ცდისპირებზე, სასწაულ ცდებს ატარებდა და ამ აიხმანს ისინი წავდა დამხმარე მედდები რა, ქალები ვიღაც მარტო ხო არ იყო ეს ცუდი გონების პატრონი ადამიანი, ეს ბოროტი, ხო მარტო ხო არ ხერხავდა ამ ადამიანებს და რაღაც სასწაულ ნემსებს უკეთებდა. მოკლედ გონებაში არ ეტევა, მე წაკითხული მაქვს, რეებს აკეთებდა ადამიანის გონებაში ეგეთი რამე დაიბადოს რთულია. მაგრამ ამ აიხმანის გვერდზე იყვნენ მედდები ვიღაც ქალ ამ ეს არის იმის ექსპერიმენტია, რა ქვია, გვარი გამახსენდება. და ამ ტიპს დაინტერესა რა, რომ მეც არ მახსოვს გვარი. ამ ტიპს დაინტერესა, რომ ბიჭო, ნუ თუ ის ადამიანებიც ესე იზიარებდნენ ამ საშინელებას, ანუ ყველა ერთნაირად საშინელი გონების პატრონი ერთად როგორ შეიკრიბაო ამ კონცლაგერში? ნუ ვინც მის ბრძანებებს ასრულებდნენ. ხო, ვინც მის ბრძანებებს ასრულებდნენ, იმათაც ისიც ეგეთი მკვლელები, ეგეთი საშინელები როგორ იყვნენ, რომ ჩაატარა ესეთი ცდა. მოკლედ მოიყვანა ადამიანი, რომელიც დასვა პანელზე, აქ არის უამრავი ესეთი ღილაკები და იქით მხარეს ის ბიჭი, რომელსაც შეერთებული აქვს ადენები და ეს ცდისპირია და ეს ექიმი, ვინც ამას ატარებს, თეთრი ხალათი, ასე ავტორიტეტული ფიგურაა, იმიჯი, ტემბრი ისეთი აქვს, თანამშრომლებს ისე ელაპარაკება, ამან მიხვდა, რომ ესა ყველაზე მთავარია, თეთრი ხალათი, სათვალები დიდი და ძალიან ისეთი ძალიან მკაცრი საუბარი აქვს, ტონი ისეთი. და ეხლა ამას რა ევალება, რომ კითხვები დაუსვას ამ ბიჭს და ეს ბიჭი თუ ვერ გაიმეორებს სწორი მიმდევრობით რაღაც, მაგალითად ვაშლი, მსხალი, ატამი, თუ ვერ გაიმეორებს, ეს დენს ურტყავს 15 ვოლტი მერე 30, 25, 45 ან 15 ბიჯით ზრდის და სასიკვდილო დოზა არის სადღაც 180-მდე თუ რაღაცა. ეს ბიჭი იწყებს ტკივა, აღარ მინდა მონაწილეობა, გამიშვი, ანუ თავს აწოდებს, მაგრამ ეს ექიმი ამას ეუბნება, რომ უნდა გააგრძელო შენ კვლევა, აუცილებელია რომ კვლევა ბოლომდე მიიყვანო და შენ წარმოიდგინე, რომ ამ კვლევის ეს ისპირები 70% კლავს. ბოლომდე მიდი, ანუ კლავს. და ეს იმას აქ არის, აქ ჩანს ავტორიტეტის გავლენა. აი, ავტორიტეტი იმდენად ძლიერი იყო ეს, ხო, ის ტიპი, ესე, ანუ დარწმუნება ადამიანის იმდენად მუშაობს სუსტი მენტალობის მქონე ადამიანზე, რომ 70%-მა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ეხლა ეს შაბლონი სად არის? აიღე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. აიღე, უამრავ ადგილზე იგივე კომპანიები ავიღოთ, ხო? კომპანიები, რომლებიც CO2 ტვინს ურეცხავს. ჩვენმა ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, რომ კომპანიაო არა დემოკრატიული წარმონაქმნი, არამედ თუ გინდა რომ ოპერაციულად წარმატებულად და გამართულად მუშაობდეს, დიქტატურისკენ უნდა იყოსო და. მე მგონი მთლად ეგრეც არ არის. არა, დიქტატურა თავი იცი რა არის, არა, მან ისევ იქ მივდივარ.
თუ ეს ბურთები, შენ თუ ყავს კაი სტაფი, შენ თუ ყავს აი ბრილიანტი გონების თანამშრომლები და ამებს ეძებ როგორც სელექციონერი, სადაც აი მის პოდკასტიმა გაკეთებული რა ვისწავლე როკფელერი და როკფელერი იყო ტიპი, რომელიც ვუნდერკინდს რო ნახავდა, არ აინტერესებდა ეხა ვაკანსია მაქვს, მაგაი ბიჭია, ვაკანსია არ მაქვს. აი ვაკანსია რომ მქონოდეს წავიყვან, პირდაპირ მიყავდა. ანუ მიყავდა და მერე მოუძებნიდა საქმეს. და ტიპი ამბობდა რომ ვუნდერკინდს რო ნახავ, ბრწყინვალე გონების პატრონ არ გაინტერესებს შენ გაქვს თუ არა ვაკანსია, პირდაპირ უნდა წაიყვანო. ხო და ამ დროს როცა ესეთი სტაფი ყავს, მივდივარ ახლა სტივ ჯობსის იმ ქვებზე. ის თანამშრომლები ერთმანეთს, აქ შენ თუ დიქტატურა გაქვს, ეს ქვები ერთმანეთს ვერ გამოთლიან. შენ ამ თანამშრომლებს უნდა მისცეს საშუალება, რომ ერთმანეთი გაჩარხონ, გამოთალონ და შენ დიქტატურაში ამას ვერ იზავ. და იმას რა ქვია, ჯეფ ბეზოსა კიდე მაგარი ნათქვამი, რომ მე როდესაც შევდივარო მიტინგზეო, ჩემ თავს ვეუნებიო, რომ კავშირ ავტორიტეტურმა ფიგურამ ყოველთვის ბოლოს უნდა ილაპარაკოს. იმიტომ რომ შენ თუ თავიდან დაიწყებ საუბარს, შენ ძალიან ბევრი ადამიანის შეხედულებას ავტომატურად გააშალაშინებ. ყველას გადახრი შენსკენ და აქ უკვე ჭეშმარიტება იკარგება. შენ თუ გაინტერესებს კომპანიის ზრდა, შენ დიქტატორი არ უნდა იყო. შენ უნდა იყო ტიპი, რომელიც ამ ყვავილებს, აი ამ ფოთლებს, ხო, მისცემს გაზრდის და გაფუძნის საშუალებას. აი ეგ არის. ესე იგი გამოდის რომ მენტალური შაბლონების ცოდნა არის აუცილებელი სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ბიზნესში და ინვესტიციებში და ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი მენტალური შაბლონი რა არის შენი აზრით? აი იგივე ავტორიტეტის გავლენა. ჩემთვის კიდე მნიშვნელოვანი არის მაგალითად კოპირება. კოპირება ანუ კლონირება. კლონირება არის თემა, რომელსაც იყენებენ ბიოლოგები. ხო, მაგალითად დავკლონოთ. კლონირება არის იდეის კლონირება შეიძლება. მე ვკლონავ ძალიან ბევრ იდეას. ძალიან ბევრ იდეას უსმენ, ვიღაც ინვესტორებმა რა საჩადეს კაპიტალი, უყურებ მაგ კომპანიას და თუ ეგ მომეწონა, ანუ ის გზა, ის არგუმენტიზაცია, რაც იმან გაიარა, უკან თუ გავიარე, ეგეთ კომპანიას ვყიდულობ მეც. არა იმიტომ რომ იმან იყიდა, არამედ მე storytelling-ი მნიშვნელოვანია, ჩემთვის რატომ იყიდა. მაგი თუ მივხვდი რატო იყიდა, ის ჩავავლე იმ არგუმენტებს და თუ მომეწონა, ოკეი, მე ვყიდულობ. კიდე მენტალური კაი შაბლონი არის reverse ფიქრი, უგუღმა ფიქრი. ანუ არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა შემოატრიალო ყველა ვარიანტში, რომ მიხვდე რაღაც იმას. კიდევ არის second order, მეორე ეშელონის ფიქრი. მეორე ეშელონის ფიქრი არის მაგალითად, როდესაც აი კობრა ეფექტი არსებობს ეგეთი, როდესაც ინგლისის კოლონია იყო ინდოეთი, კობრები ძალიან დიდი პრობლემა იყო. და ინგლისელებმა გამოუშვეს ბრძანება, რომ ყოველ მოკლულ კობრაზეო გადაგიხდით ფულსო. დაიწყეს ხოცვა ჟლეტო ამ კობრების გაწყდა კობრა, მაგრამ ბოლოს ვიღაც მიხვდა აი მეორე ეშელონის ფიქრი სად არის, ვიღაც მიხვდა და დაიწყო კობრების გამრავლება. ანუ ფერმები გააძრო და ინგლისელები რომ მიხვდნენ ამას, ხო, რომ ტიპებს ფერმები აქვთ, შეწყვიტეს ფულის გადახდა. იმან რაქნა, იმან კი არ დახოცა ეს კობრები. კობრის დახოცვა რთული ამბავია, ამდენ მილიონობით გააღო, გალია და გაუშვა და სინამდვილეში უფრო მეტი კობრა მიიღეს ქუჩებში, ვიდრე მანამდე იყო. ეს არის ვიღაცა დაფიქრდა, მოდი კობრაზე გამოვაცხადოთ ჯილდო, მაგრამ არ დაფიქრდა, ბიჭო, ოკეი, მაგრამ ამის მერე ესე რომ აი მეორე ეშელონის ფიქრი სულ სხვა რამეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შენ რო ყიდულობ რაღაცას, აი მოხდა რაღაცა, თქვა, გააკეთე ინვესტირება, ოკეი, მაგრამ მერე რა? აი მერე რა? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა რა. ეგ ხო, ანუ არსებითი კითხვა არის, ერთ-ერთი ყველაზე მე 31 შაბლონი მაქვს ამ წიგში და ყველა ეს შაბლონი თავისი ასეთი მაგალითებით მაქვს, ესე ვთქვათ, მოყვანილი და გამდიდრებული და წარმატების შაბლონი როგორი არის შენთვის? წარმატების შაბლონი რა მიგაჩნია სამ წარმატებად რა? იცი რა არის? წარმატების შაბლონი ესე არ ვიცი. არც არსებობს, არ არსებობს, იმიტომ რომ შეიძლება შენ რაშიც წარმატებელი ხარ, იმაში რა თვისებებით მე შეიძლება მე ვიყო, მე გავხდე წარმატებული. ეს იგივეა, ხო, აი ბავშვი ვეუნება რომ მე ეს მაგი არ გამოგივა. ეგ არის. წარმატებას ალბათ უნდა გაუყალავში სიარული უნდა შეგეძლოს. უნდა შეგეძლოს აი რორი შუთერლენდი არის ეგეთი მარკეტოლოგი, ძალიან ჭკვიანი ტიპია, ბრიტანელი, Ogilvy & Mather's აბარია ეხა ეგ კომპანია. და მისი ესეთი მიგნებაა, რომ მოისმინე ჭკვიანური აზრი და გააკეთე აბსოლუტურად საპირისპირო. საძნააღმდეგო. 100%-ით პირიქით. ზოგჯერ საპირისპირო იდეა უკეთესი იდეაა. იცი?
ხო და აი წარმატება ალბათ მეორე მხრიდან შეხედვაც უნდა შეგვეძლოს კი აუცილებელია ხო კიდევ მაინტერესებს პარე მენტალური შაბლონების თემა რომ ამოვწუროთ არის ხოლმე მენტალურ შაბლონს ასევე თუ განვავრცობთ და დავარქმევთ არის შეხედულებები მენტალური შაბლონები რომლებიც მოძველებულია ხოლმე და ეს გადაწყვეტილების მიღებაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გვიშლის როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ასეთი შაბლონები და როგორ უნდა შევცვალოთ ისინი სწორი შაბლონებით და აი რომლებია ისინი რომლებიც ხშირად აი ეს რასაც შემდეგ ეს მოძველებული შაბლონები იწვევს საკუთარი თავის მოტყუებას ხო რაღაც პლატონის მღვიმეში აღმოჩნდებით ხოლმე რომ რაღაც ცდილებს უყურებთ რეალური იმის მაგივრად თუ რეალურად რა ხდება ხო როგორ უნდა ასე ვთქვათ თავი დავახციოთ აი ამგვარ მენტალურ მოდელებს და ჩავანაცვლოთ სწორი მოდელებით იცი რა არის როდესაც რაღაც გარკვეულ ცოდნას აგროვებს ადამიანი და ხდება რაღაც სფეროში იცი როგორი აი მომხსენებელი ანუ ნიშნავს რომ მის სიტყვას აქვს აზრი ესეთი ადამიანი ხშირ შემთხვევაში კარგავს ახლის მიღების და საკუთარი იდეის მიაქცდებოდის აი იმის აღიარების უნარს იმიტომ რომ ეს ეგოზე აკეთებს პედალირებას პირველ რიგში რასაც შენ მეკითხები არის ის რომ ეგ თვისება არ უნდა დაკარგო რომ შენ შეგეძლოს აღიარო რომ შენ სადღაც ცდებოდი ნუ მაგისთვის ალბათ დაეჭვების ეს რომ დეკარტის მთავარი ის არის ხო მოძღვრება კი არა და რა ქვია მაგას ფუნდამენტური მოსაზრება რომ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარ დაეჭვება რომ შემდეგ უკვე ეგ თუ არ დაგიკარგავს და მეორე უნდა იყო ისა რა ქვია ენთუზიაზმი სულ უნდა სწავლისკენ უნდა იყო მე მორჩი სწავლას არ არის ეგ ხო და აი ეგ არის რომ თუ ეს თვისება გაქვს შენ მიხვდები რომელი გვნებს და იმაში ადვილად ჩაანაცვლებ მაგრამ ეს თვისება თუ არ გაქვს მაშინ შენ ვერ აღიარებ რომ ეგ შენ გვნებს და გაყვება ბოლომდე ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რაც ახლა რა კითხვას დამისვი იმიტომ რომ ეს ძალიან ბრწყინვალე გონების ადამიანებს ემართებათ აი მაგალითად ერთხელ ვკითხულობდი ეინშტეინს დაემართა ეს ბოლოს ეინშტეინს დაემართა როდესაც ეს ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებები განვითარდა კვანტური ფიზიკა ვერაფრით ვერ მიიღო მიუხედავად ესეთი ბრწყინვალე გონების პატრონი იყო და მის გონებას ხელეწიფებოდა რომ აი მილიონნაირი რაკურსით შეეძლო შეეხედა რაღაც მოვლენისთვის ვერაფრით ვერ მიიღო კვანტური ფიზიკაში რაღაც მოვლენები იმიტომ რომ ეს მოვლენები მის გარკვეულ რაღაც შეხედულებებს ანგრევდა ეწინააღმდეგებოდა ანუ ამის მიღება ავტომატურად საკუთარი შეხედულებების გადაფასება ვერ შეძლო ხო ანუ ამის მიღება ავტომატურად ნიშნავდა რომ რაღაცეებზე თავის მოსაზრებებზე უნდა ეთქვა რომ მე აქ ვწდებოდი და ეს ახალგაზრდა ასაკში უფრო პლასტელინი ხარ ამ ხრივ მაგრამ რაც უფრო მერე მიდიხარ ეს ძალიან რთულდება იმიტომ რომ ხო თავიდან ჯერ საერთოდ თეთრი ფურცელი ხარ მე ამაზე რაღაცები იწერება იხატება ზოგიერთი მართალია ზოგიერთი არ არის მართალი და მე როცა უკვე რაღაც აზროვნების ასე ვთქვათ უნარები ჩამოგიყალიბდება ადამიანს მე უნდა დაიწყო ამ ყველაფერზე ეს არის საკმაოდ ალბათ შრომატევადი პროცესი და მე მთელი ცხოვრება როცა დაიწყებ უკვე ამაზე ფიქრს მე მთელი ცხოვრება უკვე რაღაც ერთ-ერთი მთავარი ხაზი შენი ცხოვრების განაპირობებელი არის ეგ რომ აი რაღაც ძველი უკვე შენ თავში ტვინში ჩაბეჭდილი ძველი შეხედულებების გადაფასება რომლებიც შეიძლება საერთოდ თუნდაც აი შენი პოტენციალის მაქსიმალურად გამომჟღავნებაში ხელს გიშლიდეს და გბოჭდეს კი კაი მოდი გადავერთოთ ისევ ცოტა ინვესტიციებზე დღეს რა ხდება ბირჟებზე დღეს კარგი პერიოდი არის ახლა საინვესტიციო თუ ცოტა ესეთი პერიოდია მაგალითად კრიპტოვალუტების ფასები შემცირებული არის როგორც ნახე ბოლოს საკმაოდ კრიპტო არ ვიცი კრიპტო ხო სადღაც მოვყარი რომ კი საკმაოდ მაგრამ კრიპტო არ არის ჩემი სპორტი ესე ვთქვათ დღეს ხდება ეგეთი რაღაცა რომ მოკლედ საფონდო ბირჟაზე ახლა დღეს რა ხდება ამას ვიტყვი აი SP500 ინდექსი რო ავიღოთ. ამ ინდექსის ქვეშ არის 500 მსხვილი მარკეტ კაპიტალიზაციის კომპანია. ამერიკის. ხო, და დაყოფილი არის სექტორებად, ხო, აქ ფინანსური სექტორია. ამ სექტორებს თავი რო დავანებოთ, ავიღოთ ორი კალათა. ეს 500 კომპანია გავულიჯოთ ორ ნაწილად. და
და დავახარისხოთ შემდეგნაირად. არის growth stocks, ანუ მზარდი, ასე ეძახიან growth stocks და მეორე არის value stocks. აქციები, ანუ growth აქციები და value აქციები. growth აქციებში შედის მაგალითად ტექნოლოგიური კომპანიები. ისეთი კომპანიები, რომლებიც სწრაფად იზრდებიან, ანუ დიდ ეიფორიას ქმნიან და დიდი კაპიტალის, ანუ კაპიტალს სწრაფად იზიდავენ. value stocks არის აქციები, რომლებიც ამას ეძახიან defensive, ანუ თავდაცვის აქციებს, რომლებიც არ იზიდავენ კაპიტალს. მაგალითად აქ შედის როგორი კომპანიებიც, როგორც არის Coca-Cola, Procter & Gamble, ვთქვათ, ისეთი მაგალითად Walmart-ი, ხო? Sears, KFC, Costco, ეგეთი კომპანიები. ეხლა წარმოიდგინე რა ხდება. ამ კომპანიების აქციების მთლიანი კალათის პერფორმანსი რო აიღო და იმ კომპანიების აქციების კალათის, რომელსაც growth ქვია, განსხვავება ბოლო წელიწად ნახევარში არის კატასტროფულად დიდი. ეს გაიზარდა 175% მთლიანი კალათა და ეს გაიზარდა 23%-ით. ეხლა უყურე. ანუ მთელი კაპიტალი წელიწად ნახევრის თუ უფრო დიდი მანძილის განმავლობაში მთელი კაპიტალი მიდის იმ ტექნოლოგია Amazon-ი, ეს ხელოვნურმა ინტელექტმაც მე უფრო ნავთი გადაასხა, მანამდეც იყო ეგ. და ეხლა წარმოიდგინე რომ ეს ძალიან გადაფასებულია და ეს defensive stocks არის ძალიან მცირედით გაზრდილი. რა ხდება იმ შემთხვევაში? კაი კითხვა ეს. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ერთი პატარა პანიკა ან პატარა საშიშროება გაჩნდა? ეს კაპიტალი გამოვა ამ ტექნოლოგიური აქციებიდან და დაიძრება defensive stocks აქციების მიმართულებით, თავდაცვის აქციების მიმართულებით. ეხლა რატო? უყურე, მან არის მნიშვნელოვანი კრიზისის დროს რა ხდება? ეს 2008-2009 წლის კრიზისის დროს ეგრე მოხდა და ეს ამას პრაგმატული ახსნაც აქვს, რატომ მოხდა ეგრე. როდესაც კრიზისი ხდება, მე ხარ საუბრობ ხვალზე კრიზისი იქნება, მაგრამ რაღაც მომენტი არსებობს ისეთი გარემოებები, რომ შეიძლება კრიზისის წინა პერიოდი იყოს. მე არ საუბრობ, რომ იქნება, მაგრამ ეს თემა არის. ამ დროს რა ხდება? ამ დროს ხდება ის, რომ როდესაც ეს კაპიტალი გამოდის, სადღაც უნდა წავიდეს, მიდის მაგალითად ისეთ კომპანიებში, როგორც არის Walmart-ი, როგორც არის, ანუ ისეთი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც არის პირველადი მოხმარების. მაგალითად, არ ვიცი, წყალი, საჭმელი, ხო? კრიზისის დროს ყველა ზღუდავს კაპიტალის დახარჯვას, იქიდან რომ ვიყიდოთ ახალი მანქანა, განვაახლოთ დავეჯი, წავიდეთ დასასვენებლად, ვიყიდოთ რაღაც ახალი ტელეფონი, ახალი პლანში. ყველა ფიქრობს, რომ კაპიტალს გაუფრთხილდეს, მაგრამ ყველა ყიდულობს პირველადი მოხმარების პროდუქტებს. პირველადი მოხმარების პროდუქტები შედის კაკრას იმ defensive აქციებში და ამ კომპანიის აქციები იზრდება ხოლმე მაშინ. ამიტომ ეს ვისაც ესმის ეს რომელი ეს არის დიდი სურათის თანხად, მე დიდ სურათს ყვები. ეს არ არის კვირაში ერთხელ არ ხდება. ეს ხდება დიდი სურათით, ხო? დიდ სურათში შენ თუ ეს იცი, მაშინ თუ შენ კრიზისის მომენტებს შეატყობ რაღაც მომენტში, შეიძლება პატარა კაპიტალის ალოკაცია აქეთკან უკვე დაიწყო გადატანა. დაიწყო წინასწარ ამის აკეთება. რო დაუკვირდე ახლა ბოლო ეს წელი მით უმეტეს, აი ამ defensive აქციების კალათამ უკვე ცხვირი მოხარა და დაიწყო ზრდა. ხო. გასაგები. ეს მნიშვნელოვანი ტენდენციაა. შენს კითხვაზე პასუხი ეს არის, ჩემი. ანუ რა ხდება, ეს ხდება. აი ხელოვნური ინტელექტი ახსენე და ბარემ მაგასაც კითხავ რა, მე როცა კრიპტოზე მიწევდა ერთი პერიოდი მუშაობა და ინვესტირება კრიპტოში როგორ შეიძლება იყოს სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო გამოყენებული ინვესტირებისთვის, იქნება ChatGPT, Gemini თუ სხვა ჩინური ხელსაწყოები, ხო? როგორც წესი, ჩინური ხელსაწყოები აი ამ პროგნოზების გაკეთებაში ბევრად უფრო სჯობნიდნენ აი ამ Gemini-ის და ChatGPT-ის და ასე შემდეგ. თუნდაც DeepSeek-ი რო ავიღოთ და ან თუნდაც ავიღოთ Twitter-ის Elon Musk-ის Grok-ი. ესე გამოდის, რომ შესაძლებელია რაღაც კუთხით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ინვესტირებისთვის. თუ კრიპტოში ხდება, ესე იგი შეიძლება სხვა სექტორებშიც, ხო? ჩემი კითხვა ეგეთი იქნება, როგორ ცვლის ინვესტირებას ხელოვნური ინტელექტი? საით მიჰყავს და ზოგადად რას კვირდება ამ სფეროში? მე არ მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტით შენ შეიძლება ინვესტირება გააკეთო. ხელოვნური ინტელექტით კარგად მე რასაც ვაკეთებ, რასაც ვიყენებ. ეს არის სწრაფად გავაანალიზო ფინანსური მაჩვენებლების მარჟები. ამას კარგად აკეთებს. მაგრამ ის რომ კითხო და მითხრას რომ ამ კომპანიაში ინვესტირება გავაკეთო თუ არა, ამას ხელოვნური ინტელექტი არ მგონია რომ იზევს, იმიტომ რომ
ბევრ სხვა ისეთ ფაქტორზე დგას ინვესტირება, რომელიც იცი რა არის, აი წეღარ რო ვთქვი, რომ storytelling-ი რა არის შენი კომპანიას რო ყიდულობ თქო. აი ეგ storytelling-ი არის მნიშვნელოვანი. ციფრებზე უფრო მნიშვნელოვანი ეგ არის. და ეს storytelling-ი აი Coca-Cola-s აქცია არ ვიყიდოთო იმ დღეს საუბარი იყო, იმიტომ რომ რა უნდა ქნასო ბოლოს და ბოლოსო Coca-Cola-მ, რაც უნდა ექნა ეგ ვინ არ სვავსო Coca-Cola-s, ანუ როგორ გაზრდისო მოგებასო. Coca-Cola-s აქცია იმიტომ კი არ უნდა იყიდო, რომ მოგებას გაზრდის და მომავალში კიდევ 3 იმდენი გახდება, ანუ მარკეტ კაპიტალიზაციას გააორმაგებს ან გაასამაგებს. ნაკლებად სავარაუდოა Coca-Cola მარკეტ კაპიტალიზაცია გაასამაგოს, იმიტომ რომ თუ სადმე რამე იყიდება Coca-Cola-s პროდუქტი ყველგან იყიდება. ანუ მან მორჩა ეს ჰორიზონტალური ბაზრის ზრდა და ეხა მიდის ვერტიკალური. ვერტიკალურიც მორჩა. Coca-Cola უნდა იყიდო მაშინ, როცა ნებისმიერი სპადი ექნება. და რატო? იმიტომ რომ მას აქვს ისეთი ქონება, რომელი ქონებაც ციფრებში არ ჩანს. აი მაგალითად Coca-Cola-s აქვს ესეთი თვისება ხმას რო გაიგებ, აი გახსნის ხმაზე ხო? გახნის ხმა, ეხა არ მაქვს აქ ვიდეო, თორე ვასმენინებ ხოლმე. ეს ხმა, ბუშტუკების ხმა, ეს ყინულის რაკაროკის ხმა ჭიქაში და ეს აი ეს მოგასმენინო შენ. ეს უნდა იყიდო, ხო რეალურად? აი ეს უნდა შენ რომ ეს მოგასმენინო პირდაპირ იტყვი, ვა რა, Coca-Cola გახსნა ვინმე? არა და ეს შეიძლება ბორჯომსაც კონდეს. და ნებისმიერ გაზიანს ასმენს, მაგრამ Coca-Cola მოახერხა ის რომ ჩვენ ყველას ის ასოციაცია მისკენ ფარული ხელშეკრულება გაგვიფორმა, რომ ეს ხმა მისია. აი ეგ თავისია. და ამას შენ აი მე Coca-Cola-ში ინვესტირებას და ეს არის მოათ, ანუ ეს არის თხრილი, ეს არის ისეთი რამე, რასაც კონკურენტი ვერ წაართმევს. ანუ Coca-Cola შენ რო ხმის გამო გინდება, ეს ძალიან დიდი ქონებაა და ამ ქონებას ვერ დათვლი Excel-ში. და ამ ქონებას Excel-ში რახან ვერ დათვლი, ვერ ChatGPT ვერ დაგითვლის, რომ ეს valuation-ი აქვს და ამიტომ იყიდეო. ეს ადამიანური მომენტია და ადამიანური მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანურ მომენტამდე რადგან მივედით, კარგი ინვესტორი ვინ არის შენი აზრით? ვინც ფინანსური სამყარო კარგად იცის თუ ვისაც სხვა უნარები აქვს? კარგი ინვესტორი არის ჩემი თვალსაზრისით, ვისაც კარგად ესმის ფსიქოლოგია, ვისაც კარგად ესმის უჯრედი, ბიოლოგია და მერე იცის ფინანსები. ოკეი, და შენთვის საუკეთესო ინვესტიცია რა იყო, რაც გაგიკეთებია ცხოვრებაში? ბევრი, რავი. ბევრი. ერთს ვერ გამოყოფ, ხო? Heiko. აი Heiko არის კომპანია, რომელიც უშვებს, აი რატო ვიყიდე, აი კიდე რატო ვერ გეტყვის ChatGPT Heiko-s ყიდვას. ციფრები, ოკეი, კარგია. ხან ხო? Heiko არის კომპანია, რომელიც აკეთებს თვითმფრინავებისთვის აკეთებს სათადარიგო ნაწილებს. ეს ისეთი ბიზნესია, ისეთი ნიშაა, რომ აქ კონკურენტი იშვიათად ვერ გაჩნდები. შენ Heiko-s კონკურენციას ვერ არავინ არ იყიდის შენგან თვითმფრინავი, იმიტომ რომ მანქანა რო იყოს კი თვითმფრინავია, აქ რამხელა გამოცდილება, რამხელა პასუხისმგებლობა, რამხელა ტესტი, რამხელა სახელია საჭირო, რომ შენ თვითმფრინავს მიყიდო ძრავის რაღაც ნაწილი. ჰაერში რომ რამე მოხდეს ხო დაღუპულია ეგ რამდენი მგზავრი. ამიტომ ის ტიპი, ის კომპანია, რომელიც ამ ნაწილებს აკეთებს, სუპერ ბუპერ მაღალი ხარისხისაა და მეორე მომენტია, რომ მას კონკურენტი ბევრი არ ყავს, იმიტომ რომ იცი რა, არც ერთი თვითმფრინავის მწარმოებელი არ იტყვის, რომ აუ ბიჭო, ამა რაღაც გაგვიძვი რა ნაწილები და მოდი რა მომწოდებელი შევცვალოთ. რამხელა რისკზე წავა ის მომწოდებელი რო არ იყოს იმ ხარისხის მწარმოებელი, ამიტომ ამ კომპანიის კონკურენტი არ არსებობს და რახან კონკურენტი რთულია გაჩნდეს, უბრალოდ რახან რთულია გაჩნდეს, მაშინ საინვესტიციო ღირს და მარჟები რამხელა აქვს, იცი? შესაბამისად ძვირად ყიდის პროდუქცია, იმიტომ რომ იცის რომ მის ირგვლივ ბევრი იმ დინარესთან ბევრი წყალს არ სვავს და რა თქმა უნდა, ყიდის. მეორე მომენტია კიდე კაი ბიზნესი არის, აი ესეთ ბიზნესებია კარგი, სადაც ძალიან რთულია შესვლა, აი მაგალითად რადგან ბიზნესებზე ელაპარაკობ, მაშინ ერთ კითხვასაც კითხავ. რა არის შენი აზრით ბოდიში რო შეგაწყვეტნე, შეიძლება გააგრძელო და მე ესეც დაამატე ბიზნესების შესახებ ყველაზე გავრცელებული მითი რა არის შენი აზრით ბიზნესის შესახებ, ბიზნესის კეთების შესახებ. მაგალითად, მითი როგორ? აი რაღაც მითი შეხედულება, რომლითაც ჯერა ხალხს და რეალურად ეგრე არ არის.
ვერ გავიგე კითხვა. აი ბიზნესის შესახებ, ან ბიზნესის კეთების შესახებ. ხო. გავრცელებული მითი, შეხედულება, მცდარი შეხედულება, რომლისაც ხალხს სჯერა, მაგალითად ბიზნესის კეთება ადვილია და რაღაც ეგეთი? ბიზნესის კეთება ამ გონია მე ადვილი იყოს. ბიზნესის კეთება ყველაზე რთული პროცესია თუ რამე შეიძლება არსებობდეს საკეთებელში. ბიზნესის კეთება ბევრად რთულია კომპანიაში კომპანიაში პროექტების კეთება და ჭკვიანური რაღაცის მოგონება ხო რთული ამბავია. გაცილებით რთულია ცალკე ადგე და ბიზნესი აკეთო. იმიტომ რომ ის კომპანიაში დამალული არ გამოგივა, ოკეი, გაიარა, მაგრამ აქ შენ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რა. მითები არ ვიცი ხა. ბევრი მითი არსებობს, თან სასაცილოც ალბათ, ხო? მაგრამ მე უფრო ამ ბიზნესების უკან ყოველთვის უყურებ ვინ მართავს ბიზნესს. აი მაგალითად, როცა ვყიდულობ კომპანიის აქციას, ხო? გარდა იმისა, რომ ამ კომპანიას თვლი რაღაცნაირად, ხო? ყველა კომპანია სხვადასხვანაირად უნდა დათვალო. ერთნაირი მიდგომით ვერ დათვლი ყველას. იმიტომ რომ მაგალითად მანქანა წარმოებელ კომპანიას საწყობში ქონების დიდი წილი უდევს და Amazon საერთოდ არ აქვს საწყობი, კოდია, ხო? მე ვუყურებ მაგალითად რას იცი, რომ ვინ მართავს ბიზნესს, CEO ვინ არის? დაქირავებულია CEO ხელფასზეა? თუ ეგ ხო ალბათ ეს CEO არის ვინ შექმნა ეს ბიზნესი, იმიტომ რომ განსაზღვრელი ფაქტორია. იმ ტიპს skin in the game, ასიმტალებს რო აქ ეს. თუ დაქირავებულია, მე გამოდის რომ თლად ისევ არ არის საქმე. კი, კაისეოა ჭკვიანია, ჰარვარდ დამთავრებული, ბევრი გამოცდილება აქვს, მაგრამ რამე რომ მოხდეს, გადავა იმ ხიდზე, საიდანაც მოვიდა და წაიწყებს სხვაგან მუშაობას და თუ დამფუძნებელია, მას ცხოვრება, მას ყველა ხიდი დამწვარ, ყველა ნავი გადაწვას, სადაც იმ კუნძულზე მივიდა, უკან დასაბრუნებელი არა აქვს. მისი წარუმატებლობა ავტომატურად მის კრახს ნიშნავს და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. რას ეთყოდი შენ თავს ახლა ამ გადმოსახედიდან მაშინ როცა იწყებდი ყველაფერს. მაშინ ძალიან დავისვავდი და ბევრს დაველაპარაკებოდი. პირველ რიგში ვეთყოდი რომ დაიწყებ live, ცოცხალი ფულით ინვესტირებას. პრაქტიკულ რჩევებს მისცემდი ესე იგი. და მეორე ძალიან დიდი იმ ჯაბას, აი 18 წლის წინანდელ ჯაბას, ჩემნაირი ჯაბა ძალიან ჭირდებოდა. ძალიან, მაგრამ მე ვერ ვიპოვე. არისო მაგ დროს ეგეთი ადამიანი. არა, რამდენი ვეძებე, იცი? ვერ ვიპოვე. აქ ვერავინ ვერ ვიპოვე ეგეთი. აქ იყვნენ ეს Forex-ის რაღაც მოგემბლერო მასტები და მე ვერ ვნახე ისეთი ტიპი. სანამ მე თვითონ არ გავხდი. კაი, მაშინ მოდი ბოლო კითხვასაც დაგისვამ. თუმცა ერთი კითხვა კიდე მინდოდა, აი ბევრ წიგნს კითხულობ, ხო? სანამ ბოლო წიგნს კითხვას დაგისვამ და აი როგორ არჩევ ამ ეპოქაში იმ წიგნებს, რომლებიც რეალურ ღირებულებას მოგცემს? კაი კითხვა. როგორ ვარჩევ? მოკლედ მე ვკითხულობ, მარტივი აქვს, რომანებს არ ვკითხულობ. არ ვკითხულობ აი რაღაც sci-fi ეგეთ რაღაც. მე ვკითხულობ უფრო აი ბიოლოგიის შესახებ, ვკითხულობ ბიზნესებზე რა თქმა უნდა, ბიოგრაფიებს ვკითხულობ აი გიჟივით. თან მე არ ვკითხულობ ესე, ერთ წიგნს არ ვკითხულობ რა, ერთ ჯერზე. ვკითხულობ 3-ს. 4-ს ზოგჯერ. ერთდროულად, პარალელურად. მეც ბოლო დროს მეც ეგრე ვაკეთებ, იმიტომ რომ ერთი წიგნი ცოტა მოსაბეზრებელი არის ხოლმე რა. რამდენი ის რომ მომწინდება, მე მეორეს ვკითხულობ. რაღაც ერთი ფილდის ერთმანეთს გავს. წარმოიდგინე რომ 4 გენიოსი გიზის მაგიდაზე და 4-ვეს ერთად ელაპარაკები. და ერთდროული კითხვა რატოა, იცი მაგარი, რომ რა თქმა უნდა ეს სხვა თემას არ ვითარებს, ეს წიგნი სხვა თემას 4, მაგრამ ამ დროს როცა ერთად კითხულობ, შენს გონებაში უეცრად ჩდება ძალიან მნიშვნელოვანი ეს წერტილების შეჯახებები. ეს წერტილების შეჯახება ძალიან მაგარია. თან მეორე მე არ ვკითხულობ ფიზიკურ წიგნს. მე ვკითხულობ ელექტრონულად. და ელექტრონულად როცა ვკითხულობ, მე მაგ კიდე ეგეთი საიტი ჩემს ხელოვნურ ტვინს ვეძახი Notion.io. მან ვლინკ mind maps, გონების რუკებს მან ვაკეთებ ამ წიგნიდან ეს ილინკება ამასთან და ეს კიდე წარმოიდგინე რომ რა წიგნსაც წაიკითხავ და რა ცოდნასაც იქიდან აიღებ, ეს mind map-ები ორჯერ მეტს გიშვება თავში და ეს ძალიან მაგარი პროცესია. ეს არის აი უმაგრესი პროცესი. ესე ვკითხულობ რა.
კი ბატონო. და ვკითხულობ კიდე აი 10K რეპორტი რაც ქვია რა. იმას ვკითხულობ. ფინანსური ანგარიშები. ფინანსურ ანგარიშს მაგის გარეშე როგორ შეიძლება. ოკეი, აი ბოლო კითხვასაც გითხავ მაშინ. აი მე მგონია რომ ყველა ადამიანს გარკვეული მისია ამოძრავებს რა, რაღაცა ან კარგი მისია, ან ცუდი მისია. შენი როგორ ფიქრობ, აი რომ უსმენს ადამიანი შენს პოდკასტებს, ამ საუბარსაც, შენს წიგნს რო წაიკითხავს, აი საბოლოო ჯამში რა არის ის რაც გინდა რომ დარჩეს შენი საქმიანობიდან ადამიანს, რა გინდა რომ გააგებინო და რა გინდა რომ შეცვალო საზოგადოებაში და თუნდაც იმ ადამიანის გონებაში, რომელსაც ესაუბრები. აი მე ის რაც მე მივიღე, აი ამ ეგეთი ტიპებისგან იგივე მინდა გავაკეთო მეც, ანუ ჩემი ეს წიგნის წერაც, ეს პოდკასტები, ეს ჩემი YouTube არხი, მეორე წიგნი გამოვა ეხა მალე ჩემი. ანუ მე ყველაფერს ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ ის ადამიანები ავანტო. იცი რა არის? აი მარტივად გეტყვი. ჩემთან იმაში რა ქვია, YouTube-ში მაქვს ეგეთი განყოფილება. იფიქრე უკეთ. აი ეს იფიქრე უკეთ მინდა. ტიპები, ადამიანება მინდა რომ ასე გინდა რომ აზროვნება კი, აზროვნება ისწავლება. აზროვნება არ ნიშნავს, ბევრს გონია რომ თან და არა, ვარჯიში არის. ვარჯიშია, ჩვენ მენტალური კუნთია აზროვნება. აი მენტალური კუნთი მინდა რომ ქართველებს გაცილებით მაღალ დონეზე და მაღალ ნიშნულზე კონდეს და აი ამის პოპულარიზაცია. ესე გამოდის რომ შუამავალი ხარ ცოდნასა და კი, აი იმიტომ რომ ეს ისეთი იცი რა არის, აი იმდენად მაგარი ადრენალინი აქვს, აი ახლა აი 4 წიგნს რო ვკითხულობ, მე მაინდმეპს, მე აღფრთოვანებული ვყოფილ ვარ ძალიან ბევრჯერ გენიალური იდეებით და მე პაუზა გამიკეთებია და მიფიქრე, აი ხა ეს რაზეც მე აღფრთოვანდი, როგორ არ გავაგებინო აი იმათ. და მინდა რომ გავაგებინო, იმიტომ რომ იმათ თვალებშიც მინდა ეს გაფართოებული გუგები დავინახო და ამ დროს ხო შენ ვითარდები, ხო? და მეორე კიდე რა არის, იცი რომ განათლება საერთოდ ეს არ არის მე მინდა ვიქნები განათლებული და მინდა არა. ეს ინდივიდუალური საკითხი არ არის. ყველას გონია რომ ეს მე თუ მინდა ვის. შენ ეს სოციალური პასუხისმგებლობა, შენ განათლებული უნდა იყო იმისთვის და ის შენთვის. აი ავტობუსში რო ახვალ და რო დაჯდები სკამზე და გვერდზე რო მოგიჯდება, შენ განათლებული უნდა იყო იმისთვის. აი მარტო კაციც ჭამაშია წოდაო. იცი რა არის მაგარი ვიდეო მაქვს ნანახი 6 კაცი ზის რა და შუაში რაღაც დიდი ჯამით საჭმელიდებს და უჭირავთ დიდი კოვზები. იმდენად დიდი კოვზები რომ ამ ხელის გაშლაზე დიდია. ანუ საჭმელს ამოიღებ, მაგრამ პირთან ვერ მიიტან. ანუ მე ყველა ორიენტირებულია მეზე, ყველა თავის თავს ყვებავს და დაიწყებენ ჩხუბს და მოკლედ ერთის გადაუწყდება ეს კოვზი და მეორე შეეცროდება და ამოიღებს და ის მერე გაუნაცდება გონება და ყველა დაიწყებს ერთმანეთს. განათლება ეგრეა. მე რო განათლებული ვარ, შენ უნდა მოგაწოდო და შენ რო განათლებული გაქვს, მე იმასა აქვს ნათქვამი, მაგრა ლილუს განათლება არ არისო, აი ორი კაცი დაჯდა, ხო? და მე ქართველებში რა არის, იცი როგორ რას ვაკვირდები, რომ ვიღაცამ რაღაცა რო იცის ამას ფუთავს, არ ეუნება ბოლომდე არ გასცემს, რომ აი მე შენ რო რაღაც იცი, მე რო რაღაც ვიცი და რო დავждები და იდეებს გავსვლით, აქ შენ ორი იდეა კი არ გაგიჩნდა და მე ორი იდეა კი არ გამიჩნდა, ერთი ჩემი, ერთი შენი. აქ სინამდვილეში ჩემმა იდეების და შენმა იდეების შეჯახებამ აი ამ ნაპერწკლებმა გახადა გაგვიხადა ორივე 7-8 იდეა. ამიგე იმას აქვს, როცა იდეებს აქვს თუ სექსიო, ერთმანეთთან უიშვიათესი იშვილები ჩდებიანო. ამიტომ ცოდნა შეზღუდული კვდება და ჭკნება თუ ის თანაზი არის. ეგრეა და ეგ არის ერთ-ერთი იგივე სილიკონის ველი რა არის? სილიკონის ველი როგორ ვითარდება? რატო ვითარდება გიგანტ? რატო იჩდებიან იქ უამრავი კომპანია? იმიტომ რომ აქ კომპანიები არიან ერთმანეთს. იდეებს აქვს სექსი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ მაგალითად Google-ში რო ტიპი მუშაობს, IT-შნიკი და მეორე რო იქ Microsoft-ში მუშაობთ, ესენი მეგობრობენ, ესენი ლუცვავენ ერთად, ესენი ბიჭო ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. აი როცა ეს ბახ ჩდება ის კულტურა ამას, იქ უამრავი ადამიანი ერთმანეთს იდეებს. აი ვარსკვლავები როგორც კრება ჩდება, შეჯახება მეტეორები. იყო მაგალითად 70-იან წლებში არავინ არ იცის ეგ ბოსტონის მაღლობად Road 66 მგონი. ანუ
ქუჩა 66. ეს სილიკონის ველის ნაერი, ის იყო ბოსტონთან ახლოს. იქაც იყო ეს კომპანია, მაგრამ რატო ვერ განვითარდა, იცი? ყველა იყო ჩაკეტილი სტრუქტურის. არ უთხრა კონფიდენტ ჩემთან თუ შიდა ინფორმაციას გარეთ გაიტან, გიჩივლებ რა. იქ ეს არ არის. იქ Google-ში რო ტიპი IT-შნიკი წამოვა, მეორე დღეს მივა იმაში რა ქვია, Yahoo-ში ვთქვათ. არაა პრობლემა. და რახან ეს იდეების გასვლა ხდება, ეს სექსი რო არის ერთმანეთთან, ხო ეს უამრავ შესანიშნავ იდეას ქმნის. კი ბატონო. ხო და აი ამიტომ მე იმის თქვა მინდა რომ ყველაზე ნიშნულოვანი საკეთებელი ალბათ არის ის რომ თუ იცი რაღაც უნდა მისცე იმას ეს. სხვას უნდა გაუზიარო. კი. კი ბატონო, მადლობა ჯაბა. დიდი რო გვესტუმრე და გაგვიზიარე შენი ცოდნა. წარმატებებს გისურვებ. მადლობა რომ გვიყურებდით. გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი და სხვა ეპიზოდიც თუ მოგეწონათ. იაზროვნეთ და გაუზიარეთ აზროვნების შედეგი ერთმანეთს. ამას მადლობა მოწვევისთვის. ნახვამდის.